გამარჯობათ ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ ერთგულო მაყურებლებო, დღეს პარასკევია და კვლავ ეთერში სპეციალური გამოშვება თენგიზ ნედიეძესთან და პატა აბულაძესთან ერთად. გამარჯობათ ბატონებო და მოგესალმებით და მინდა დავიწყო იმ თემით, რომ ჩვენთან გუშინ წინ ამერიკელი კონგრესმენები წუხელიყვნენ, ხო, ჩამოსვენ და რაღაც მასთან მაგას დაემთხვა თუ რაღაც. არაფერი არ დაემთხვა. ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა არაერთმა. ამერიკულ სამხედრო თბილისის აეროპორტში დაიწყეს დაჯდომა და ამასთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციას ყოფილობთ, ან თქვენი ჩემი შეხედულება ანალიზი მაინტერესებს. გეტყვით, ახლა გეტყვით როგორ არის მან. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. უყურეთ როგორ არის მან საქმე. საქართველოს ხელისუფლება ყველა არცეთი არ ელაპარაკება. ამაზე ხო ახლა ერთი დეგები რო არ ვიმეოროთ, ყველა მიხვდა და ყველა მიცის საქართველოში. ხომ ამ დროს ჩამოდის კონგრესმენები, საუბრობენ და იმ დღეს საღამოთი 22 საათზე და რაღაც წუთებზე აღარ მახსოვს ზუსტად ჯდება სამხედრო სამოლიოტები. იმ დროს პარალელურად ბრიტანეთიდან ფრინდება სამოლიოტი და მოკლედ იქ მიდის მე ტვირთების გადასა და მოკლედ როგორც არის. ამ დროს მოედინება ჩვენს რეგიონში ირანის მიმართულებით მოედინება მთელი სამხედრო არმადა. არის საშიშროება, რომ ეს ჩვენ ხელისუფლებას უთხრან, მე არ ვადასტურებ, მე რატო იცი, შარი რო არ მომდონ, თორემ მე კი კარგად ვიცი რაც ხდება. არც ხალხს გამოეპარება რაღაცა. არის იმის საშიშროება, დიდი ალბათობა, რომ ამ ხელისუფლებას უთხრან რა. ხედავ, არავინ გელაპარაკება. კეთროვანივით გიყურებს მთელი ქვეყნების სოფლიოში. ამის აი ჩვენ დაგელაპარაკებით, ჩვენ ამას ყველაფერს მოგიხსნით ამ პრობლემას. თუ რაღაცის ფასად. ხალხი მიხვდება ალბათ რაც მაქვს ხედულობაში. ესე უბრალოდ წლები არ დამჯდარა აქა ეს ამ ეხლა აი უკვე ომი იწყება და არ დამჯდარა ჩვენ ხო იმ ხალხს არ ვგევართ რომ იცი რა ტრამპი აშინებს და რაღაცებს რო ამბობენ გიჟები სრული ეხლა მე მინდა საზოგადოებას გავაცნო და ხელისუფლების გასაგონად ჩამოუთვალო ირანის ბალისტიკური რაკეტების რაოდენობა ულტრაბაგერით მაგასაც ვიტყვით ესე იგი აი ისრაელი რო გაანადგურა რა თავისი PV-4 რაღაცა ეს ჰაერს აწინააღმდეგო რო თავი მოყოდა. ხო, რაღაც ეს და რაღაც დროს კინის კი არა იმის ყოფილა კაცო თორმე ბამბის. მოკლედ 10 წელს ჩამოვთვლი მარტო ყველაზე ის რო არის. ხორეს შეხ ეს არის 2000 კილომეტრზე მიდის. ყველა ბალისტიკურ რაკეტაზე ვლაპარაკობ ახლა. ისეთ კი არა. მეორე ჰიპერხმოვანი ბალისტიკური რაკეტა ფათა-4. ხეიბერ შაკენ ეს არის ტაქტიკური 1450 კილომეტრზე მიდის. ემად ბალე ეს არის 1700 კილომეტრზე მიდის. 750 მარტო ბაიგალოვკაა. ხაჯაკ კასემ ეს არის 1400 კილომეტრზე მიდის, 500 კილოგრამი ისა აქ ბაიგალოვკა. სეიჯულ ეს არის 4000 კილომეტრზე მიდის, 700 კილოგრამი ისა აქ ასაფეთქებელი ბაიგალოვკა. შახებ 3 ეს არის 1300 კილომეტრზე მიდის, 1200 მარტო ბაიგალოვკა. გარდ 2000 კილომეტრზე მიდის, 800 კილო ისა აქ ასაფეთქებელი და ჰავე ეს მიდის 1650 კილომეტრზე. ახლა გეკითხებით რა ეს ახლა ბატონო პატაკი ჩამოვთვალე ჩვენ, მაგრამ ახლა ვინც სამხედრო საქმეშია ჩახედული, გაიგებს ის, მაგრამ იმან კარგად ის ვინც არ არის და აი მაგათ შორის მეც ვარ, ესე იგი გიხსნით. ძალიან გიხსნით. ჰაერზე რო გადაჭიმო ირანთან არის 600 კილომეტრი. ჰაერზე რო გადაჭიმო მარტო პლუს ამას ყველა ამერიკის მოკავშირემ
როგორც ახლო აღმოსავლეთში, ისე შორეულ აღმოსავლეთში, პლუს ხაზგასმით ვამბობ, თურქეთი ნატოს წევრმა ქვეყანამ მტკიცე უარი უთხრა ჰაერის გამოყენებაზე, აეროდრომების გამოყენებაზე. ასევე აზერბაიჯანმა და ნახე სასომხეთზე აღარა მაქვს ლაპარაკი, იმანაც უარი უთხრა. ანუ მე რო წინა გადაცემაში ვთქვი აქა, რომ ერთადერთი ქვეყანა თელ ახლო აღმოსავლეთში და შორეულ აღმოსავლეთში არის ეს პატარა ქვეყანა, რომელიც არის მტრულად განწყობილი, პირდაპირ მტრულად განწყობილი იმ სამყაროზე, რასაც ქვია ახლო აღმოსავლეთი, შორეული აღმოსავლეთი და ყველა ჩვენი მეზობლის. მე ვამბობ მოცემულობას, კაცო. მითხარით, სად ჯდება, რომელ ქვეყანაში ჯდება სამხედრო სამალიოტები ჩვენს გარდა. დამისახელეთ ერთი ქალაქი, ერთი სახელმწიფო, კაცო. ეგეთი აღარ არსებობს. შედეგებზე მე არ იყოს წუწუნი, კაცო, აქა. და ამას როგორ ფარავს ესეთი ხელისუფლება? ფასები. ესე იგი, ფასების თემაზე ალაპარაკებს საზოგადოებას. ეხლა შემოაგდო უნივერსიტეტის თემა შემოაგდო. ახლა აქ არის თელი საინფორმაციო ველი დაკავებული. აგერ ნახავ დაიწყება აქციები. არის დაწყებული აქციები. არა, უყო ეს პროფესორ, ანუ უღის იმხელა რამე მოდის, ამის გადასაფარად აკეთებს ამას. მეურნეობები ხალხს გაანებეთ, კაცო, აღარც უნივერსიტეტი გექნებათ მე გასაერთიანებელი. აღარც ერთი, აღარც მეორე და საერთოდ ქვეყანა აღარ გექნებათ, აგერ თქვენ და აგერ მე. აღარც პროდუქტი დაფიდება. რა ის მე გეუბნებით რომ ამას არ გაატარებს არც ერთი ჩვენი როგორც ახლო მეზობელი, ისე შორეული მეზობელი. წარმოგიდგენია რა კონფლიქტში შედიან ესენი? იმის გამო განაეგუნდათ, სხვა გამოსავალი არ აქვთ. სხვა გამოსავალი ამათ არ გააჩნიათ. ეს არის უკიდურესად საშიში სიტუაცია უკვე. და კიდევ ამ ექსპერტებს რო აღარ მომობ იმათ საქმე აღარ მაქვს უკვე, ისინი გასაგებია რა კატეგორია ხალხია. ჩვენებს რა გაჭირთ, კაცო. ეგ არის ეს. ბიჭო, აქეთ ამ ხარეს რა ჭირთ ხალხო? გეჩვენ Facebook-ზე რომ მიდებთ იმ სამალიოტებს, რომელიც ჭირდება და რა მე Facebook-ი ვესროლო, იქ რა Facebook-ი გააპროტესტებს ამას, კაცო. ბიჭო, რა გჭირთ? უსმენდი ეხლა იტყვიან, ეხლა გააფრთხილებენ ხელისუფლებას, ეხლა ხალხს მოუწოდებენ, ეხლა წარმოგიდგენია ხმასთან აძრავენ, კაცო. ყველა ტელეფონზე მირეკავენ და ტიპები, აი, ვამბობ, ჩასრულები მელაპარაკებია. ბიჭო, ხო გამოდიხარ ტელევიზიით. შეშობელდაღლო თქვი, მე ხალხის საქმეს კურსი ჩააყენე, კაცო. ბიჭო, იქ რაიონებში, სოფელში არის ის იმ ადამიანმა შეიძლება საღამოთი მოდის და სოციალურ ქსელში ნახოს, კაცო ესა. ბიჭო, რას რისკავთ, ვისით რისკავთ თქვენ გესმით რა ამბავი ეტყო იქა? დაწყებული პროცესი? ო, რა მაინტერესებს ისიც ბატონო ბატა. ეს თქვათ და როცა უთხრეს, რომ ესე უნდა მოხდეს, ჩვენ ხელისუფლებას როცა უთხრეს, მათმა უთხრეს, რომ არა, ჩვენ კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ. მაშინ ეს სამალუტი არ დაჯდებოდა აქ. ხო, გასაგებია და ესე იგი ნათქვამი არ აქვს, ეს კი ბატონო. მე არ ვამბობ, აქ მე ყოველთვის ვამბობ. რაიმე ის ხომ არ იქნებოდა საშიშროება უარის თქმის შემთხვევაში. არაფერი საშიშროება ეს ქვეყანა არის დაცული, ესენი რო სწორად მოქცევენ. ესენი სწორად იქცეოდნენ, ამაზე დაცული ქვეყანა არ არის. ეგ მე ხვდები, რასაც გულისხმობ. არაფერი თუ ჩემს სახელზე 29 კილომეტრში დგანან. უყურე რა. როცა კატეგორიულ უარს ეუბნები, როგორც უთხრეს, ყველა ამერიკის მოკავშირე, ხას უსმევ, ყველა ამერიკის მოკავშირემ უარი უთხრა. მაშინ ესე სამალიოტები არ ჯდება. იმიტომ ავთქვი მე, მანახეთ ამერიკის მოკავშირე, სადაც სამალიოტები ჯდება, გარდა იორდანიისა. ნუ ეს გასაგებია რა. ამიტომ უკვე ძალიან საშიში სიტუაცია. ასევე ძალიან საშიში სიგნალები მოდის ჩვენ მეზობლებიდან. უკიდურესად საშიში. აი, ეს მინდა ხალხმა იცოდეს. მე კიდევ ხო, მე ანალიზს არ ვაკეთებ. მე გეუბნებით მოცემულობა რაც არის. რაც ხდება ამბობს გასაგებია. თუ არ არის, თქვენ ნახეთ, გადაამოწმეთ და პრობლემა დღეს მაინც არ გაგვაქვს. თქვი პატა რას ბჟუტყობ მან სიგიჟებს, ესე კი არა, აი ესე ყოფილა თურმე. ღმერთი რჯული თანახმოვარ მაგაზე.
აი ეს ხდება ჩვენ სიტუაციაში ახლა. მართალია. გადაფარულია კიდე გეუბნებით. უნივერსიტეტები შემოგვიგდეს, იმიტომ რომ ყველაზე სტრატეგიული წინა გადაცემაზე თუ ყირივარ ეზღრუბელი მოდის, ეხლა ჯერ ღარიბაშვილი დაჭერებით, იმის დაჭერებით გადაფარეს რაღაცა საინფორმაციო ველი, მერე ფასების რაღაცაზე გადაფარეს საინფორმაციო ველი, ახლა გადაფარეს ვითომ უნივერსიტეტების რაღაცა სიგიჟეებით, იმის ამ დროს სულ სხვა თემები მოგორავს. ხო, სხვა რაღაცას, რომელსაც ვერ აჩერებს ვერაფერი. გააცხადეს რუსეთის ფედერაციამ ჩინელებმაც განაცხადეს ეს უკვე არის ჩვენთვის ეგზისტენციალური საფრთხე. დანარჩენი ხალხმა იფიქროს, საცა ყველა ხალხი, იქაც მე. უნდათ ხალხს ამაზე თვალი დახუჭონ და უნივერსიტეტების რაღაცა სიგიჟებზე ილაპარაკონ. ღმერთი ჯული გავაკეთონ, კაცო. ვაფშე არ მაინტერესებს მე ეგეთი რაღაცა. იმიტომ რომ ჩემი ქვეყნის ფიზიკური არსებობა ყოფნა-არყოფნის საკითხი ცოტა სხვა განმარტებს რა, უკვე ის მიახლოვდება უკვე. დავით, თქვენ აქ იჩალიჩეთ რა, უნივერსიტეტი, აბა როგორ ხდება, კაცო? ასაგებია, ბატონობა და წერან თქვენ ახსენეთ, სადაც სხვა იქაც მეოდა მე სანამ გამაგდებენ ამ ქვეყნიდან დამიჭერენ. გუში ნახე საერთაშორისო ორგანიზაცია სახალხო ერთობას. რუსეთში რა კი თქვენ რო ნახეთ იქ, მე ისეთი ვიყავით თუ არა პირველი სიეთ. ისეთი კატეგორია ხალხი იყო დაწყებული კარაგანოვიდან, აშშ ექსპერტები, ეს რა ხდება? ეგ არის საერთაშორისო რუსეთში შექმნილია საერთაშორისო ორგანიზაცია სახალხო ერთობის კლუბი, სადაც შედიან სკოტრიტერი, ჯექსი საქსი და ესეთი კატეგორიის ხალხი, ყველა პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან იქავართ გაერთიანებული მე ნუკი არველაძე, მამუკა ფიფია, ხო და იქ არის პრეზიდენტის მრჩევლები და ისეთი კატეგორია ხალხი, რომელიც პრეზიდენტთან რო იტყვიან ნაუშკახ. ხვდები? აი კი ხა მსახიობები, განთქმული მსახიობები, სპორტსმენები, წელეწამყვანები და ესეთი კატეგორიის ხალხი, გენერლები, კამდივები, თავდაცვის მინისტრი, გენშტაბები და თელ ყველა იქ არის. ელიტა ესე ხო, ახლა უყურეთ რა. იქიდან, აი კიდე ერთხელ ვამბობ, მამუკა ფიფიას ძალიან დიდ რამეს აკეთებს იქიდან მამუკა ფიფია პირდაპირ კანალზე როა გასული პრეზიდენტის მრჩევლებთან, კაცო. ხო არ ვიგონებ, ესაც ხო ხალხმა იცის, ვინ არის, აი კარაგანოვი ვინ არის და დუგინი და ეს ხალხი, ვინც თვითონ ნახავენ რა, ეს გენერალური შტაბების და იმეების კლუბის წევრები. მარტო რუსეთიდან კი არა. არიან ლიტვიდანაც, ევროპის ქვეყნებიდან არიან, კანადიდანაც არის, პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან ყველა არის მოკლედ. ხო და უყურეთ იქ იყო ესეთი განცხადება გაკეთებული. გახსოვთ მე აქ თქვენთან გადაცემაში ვთქვი და ხალხსაც გავახსენებ რომ აქ რო ხელისუფლებამ შექმნა პარტია ნეიტრალური საქართველო. ხო. ეს სიგიჟე რო შექმნეს. სამეგაციდან რო იყო შექმნილი. აი ეს გიჟები რო შექმნეს, კაცო, ბიჭო, სიტყვა უყურე რატო ვამბობ რომ გიჟურია ეგ ამბავი. პატარა ბავშვი თუ ერთხელ მაინც აი სუპერ გაუცნობიერებელი ადამიანი, აი ყველაზე გაუცნობიერებელი ადამიანი პოლიტიკაში. იმას რო კითხო, ნეიტრალიტეტი რა არის? ხო? ის გეტყვის რომ სულ ცოტა შენს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარი არ უნდა არსებობდეს. და ტერიტორიული პრეტენზია არ უნდა გქონდეს შენ სახელმწიფოს. ხვდები რაც გეუბნებით. ანუ თვითონ აპრიორი რომ შენ თქვა რომ მე ნეიტრალური ქვეყანა მინდა გამოცხადე, ესე იგი ავტომატურად უარს ამბობ აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე და იმ უცხო ქვეყნის ჯარს რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დგას, ეუბნები რომ საცა შენ გეხარ იმის იქით საქართველო აღარ არის, კაცო. ასეთ შემთხვევაში უკვე შეიძლება დაილაპარაკონ და გითხარ, ხო, ეს დანარჩენი საქართველო შეიძლება გამოცხადეს ნეიტრალურ ტერიტორიად. აი, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება არ არსებობს ეგეთი ფორმულა, მარტო ქართველებმა გამოიგონეს, კაცო, ნეიტრალიტეტი გვინდა, რა ის ნეიტრალიტეტი? მაშინ თქვი უარი, კაცო, იმაზე. თუმცა, ყველაფერი მაკეთკენ მიდის, ბატონო თენგის. ყველაფერი მიდის მაკეთკენ, რომ აიძულონ
საქართველო თავისი მოსახლეობით ეხლა გაიხსნა და აიღონ სიფრთხეში, აიღონ ის რაც აქვს ირანის თემიდან დაწყებული და ის რაც ჩვენ სამეზობლოში და ხდება. და მარტო ჩვენ სამეზობლოში არა, შორეულ სამეზობლოშიც ვარ. უყურე რას ვამბობ რა. დღეს ზელენსკი განაცხადა თანახმავარ ჩემი ტერიტორიები ანუ დავარქვა ყოფილი უკრაინის ტერიტორია და ვცნო როგორც რუსეთის ტერიტორია. პრინციპში ისტორიულად ეგრე იყო, მაგრამ ჩვენ ხო გამოვდივართ წყალებში საერთაშორისო რაღაც დეგენერატობით. უკვე აიძულეს მეთქი კაცო. ანუ ისეთი შუაგულ ევროპაში აიძულეს ისეთი ქვეყანა, რომელიც იყო ინდუსტრიული. ჩვენზე დიდი ჯარი და სხვათა შორის ევროპაში პირველი ჯარია, ეხლა რა არის, მაგრამ მოკლედ, მაგრამ საბრძოლო იმით რა ქვია, როგორია ქართულად კაცო. და ტერიტორიით მე მგონი ყველაზე დიდი იყო მაშინ. ასთვაბა ევროპაში კი ბატონო კაცო. ხო, უყურე რატო ესე ეგონა უკრაინელებსაც, ესე ეგონა ქართველებსაც, კაცო აქა, მე რო კიდე ერთხელ ვადასტრო ვეუბნები. წარმოგედგინათ, მე 2023-ში მეთქვა, ანუ 2024-ში კი ვამბობდი, მაგრამ არ მიჯერებდი და გიშ მეძახოდით. ეს აკეთებდით, ხელს ეს ესაა, რო ბჟუტურობსო. თვითონ ის თავისი ხაზეინები აიძულებენ მეთქი, რომ მომდი. აგერ არის სოლიდარობის ეთერი. ზაზაბიზია, ყველა 56,000 ნახვა, კაცო. რომ ვამბობდი, ჯორჯიან ტაიმზე გამოვიდი და იქ ვთქვი, კაცო. რომ მოვა ის დრო მეუთხე უკრაინას თავისივე ხაზეინები ვინც ომში შეაგდო რა ეს ქვეყანა აიძულებენ რომ აღიარე ბიჭო თუ ესეთი ქვეყანა შუაგულ ევროპაში აიძულეს რომელსაც სამი ნატოს წევრი ქვეყანა ესაზღვრება შენ რას გიზამენ ხო წარმოდგენილი გან მაგრამ უყურე რატომ არ ეგონათ კაცო გიჟს მეძახოდენ ესაო ნახე არაადეკვატური კაციო რეებს ლაპარაკ არტიფუზეც აქვს ნათქვამი აი 2023 იყო მაშინ. იქაც ამთქვი, კაცო, ის დრო არ მოვიდეს მეთქი, კაცო. რომ არ გაიძულონ, მეთქი არ აიძულონ, ბიჭო ის რომ ოღონდ მშვიდობა და ეხლა გინდა ძელკა დაარქვი და გინდა რაც კიდე დაარქვი, კაცო. აიძულებენ რომ დავაი აღიარა უკვე. თქვა რომ მე თანახმაურ ტერიტორიები დავთმო. გეკითხებით საქართველოს ვინმე მაძლევს ამ ქვეყანაში გარანტიას იმისას რომ ესეთ რამე აქ არ მოხდება? რავი შენი ფიზიკური გადარჩენის საპირწონო თუ ეს იდგეს მე რა შვები ხო ეს არის ამიტომ უკიდურესად და მე გინდ უნივერსიტეტებზე აპროტესტეთ გინდ ფასები იდავეთ მე და რა ჯანდაბაც გინდათ ისქენი მე უკვე კაცო მარტო მე ხوارო კაცო საცა ყველა იქაც მე ვიქნები კაცო უყურე აი რატო თქვი მაგი გამოვიდა ერთ-ერთი ჩემი კლუბის წევრი დუგინი ყველასათვის კარგად ცნობილი ხო და თქვა რომ ჩვენ არავითარ ნეიტრალურ ქვეყნებს არ ავცნობთო. ანუ ისაც კი დაიმსხრა ის რომ ნეიტრალური ქვეყანა შვეიცარია. რაღაცოს ნეიტრალური, აღარაფერი ნეიტრალური ქვეყანა აღარ არის შვეიცარია. იმიტომ როგორც კი დაიწყო დახმარება უკრაინის, იქ დაამთავრა მაგა ნეიტრალიტეტი. მეორე, ეხა კარაგანოვზე გითხრათ. ხო. აგერ ქონდა სკოტრითებთან საუბარი. ჩემ გვერდზედებს მე არაფერს არ ვიგონა მე არასდროს ანალიზს არ ვაკეთებ მე გეუბნებით ის რაც არის მოცემულობა ესე იგიო სანამო ბრიტანეთს და ლონდონს და გერმანიას არ დავარტყავთ ბირთვული იარაღითო ვიღაცას გონია ბიჭო რავი ესე გეუბნებოდით უკრაინას მაგრამ არ გეჯერა და ესე კი მოხდა ხო აუცილებლად გამოსაყენებელია იქამ რიგენი აზრზე ვერ მოდიანო ბიჭო ესეთი სიტუაცია გო. ეგ უკვე დიდი მუქარა. და დიდი მუქარა კი ეს არის რაც არის კაცო. ეს არის ამ თემაზე გადაწყვეტილია ბატონო. არა, უყურე, აქ როგორ არის? ესე იგი ერთი რამე გამოიკვეთა. ამერიკელები არაფრის გამო, აი, გინდ ნატოს წევრი იყავი და გინდ ჟუჟუნას წევრი იყავი, აზრი არავის გამო ომში არ ერთვება. ვიღაცა გინდა ბრიტანელების გამო, გერმანელ, ვისი გამოც გინდა იყოს, ისინი ომში არ ჩაერთვებიან პირდაპირ რუსეთთან. ხო, თუ ამერიკას არ შეეხო. რა თქმა უნდა. ამაზე შეთანხმდნენ, კაცო. ეს არის და როცა ამას განცხადებას აკეთებს ესეთი კატეგორიის ადამიანი, კაცო,
სოსომანჯავიძე კი არ აკეთებს, კაცო და ის რა ქვია, იმის ექსპერტები. ბიჭო. და ასეთ განცხადებას რო აკეთებს, ესე იგი ესაც ხო სიგნალია, რომ ანუ ჩვენ ამაზე შევთანხმდით, კაცო, თქვენს გამო უამერიკელოთ ევროპა არის არაფერი საერთოდ. მითხარით, ან როდის წვიტავდა ამერიკების გარეშე ევროპა რამეს, ყოველთვის იყო ვასალი მონა ქვეყანა. ეხლა ამონიდან გამოსვლა უნდა, იმიტომ რომ მიხვდნენ, რომ მათ ამერიკული კოლგა მოეხსნა, თუმცა არასდროს არ ქონიათ, ეხლავე გეუბნებით, საერთოდ არასდროს არ ქონიათ, просто ერთმანეთს აშინებდნენ. არა, ყოველთვის ვაუბრობდი ხოლმე, ახლა კი არა, ერთი წლების განმავლობაში, რომ არავის გამო ამერიკა ბირთულ ქვეყანას, როგორც არის რუსეთი, ტრიადე ქვეყანას, არ დაუპირისპირდება, ეს გამორიცხული თემაა. გარდა ჩვენი გიჟების არავის არ ეჯერა. ჩვენი გიჟების გარდა ყველა მეგრე იცოდა. არა, ეგეც გასაგებია, რომ ჯერ იცის, რატო უნდა ეომოს. ის იქთან ნახევარსფეროში, ეს აქთან ნახევარსფეროშია. არანაირი კავშირი არ აქვს, თუ იმას არ ვიტყვით, რომ მაინც აქვს კავშირები მაშინ ალიასკაზე და იმაზე. არ მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ნახევარსფერო ერთისაა, როგორც მე ასე უკვე წარმომიდგენია და ასე ესე არის ამობეთ, შენ არ წარმოგიდგენ, ისინი ამობეთ. გაყოფილი და ერთი არის შენაჩაერიო. ამ სამხრეთ ამერიკაში და აი ჩრდილოეთ ამერიკაში მიაბერები მაქით, ევროპაში და ევრაზიაში, ასე რომ ვთქვა. დიახ, აი უყურე, ამიტომ ხო, იმას ვამბობდი, რომ აი ბირთვული არის ეგ სახელმწიფო. რატო აი გამოიყენეს ბირთვული არა იცის რომ ორჯერ მეტი ბირთვული მოხდება უკან. ამიტომ არა ეგ არ მოხდება, უყურე რატო ეგ არასდროს არ მოხდება არავის გამო, კიდევ თვით ბრიტანელების გამოთაც კი. მithumetes მართველი. ხო, ნუ ხა მაქედან გაქცეული და ეს არის, კაცო. ქვეყანა მაგათმა შექმნეს, ხო? ამიტომ ეს უნდა გაითვალისწინოს ჩვენებმაც. კარგად იციან. მაგრამ აი ხო ხედავ აი მე რო გითხოვეთ მე რო თქვი წინა გადაცემაში რომ ესენი კონფლიქტზე მიდიან რავი მეუბნები ჩვენი ტელევიზია რა შვება ახლა აი ჩვენს გარდა დამისახელეთ რომელიმე რომ აი ესეთ აი გეუბნებით მე არ ვაკეთებ ანალიზს თქვენ თვითონ კარგად იცით ესე არ ხდება რა კონგრესმენები ჩამოდიან და მენეჯერება სამალიოტი ესეთი რამე მსგავსი რაღაცა არცეთ ჩვენ სამეზობლოში და გარე სამეზობლოში არ ხდება. ყველა უარი უთხრა შენ აკეთებ მარტო ამას. ფასს გადავიხდით მეთი კაცო. ძიმე ფასს გადავიხდით. ბიჭო, რავი, მე ესე გეუბნებით. ან შეგიძლიათ თქვათ რომ ეს არის ისევ გააგრძელოთ თქვენი ნარატივები, უთხრათ რომ ეს კაცო, ეს გიჟია კაცო. ეს რას ლაპარაკობს კაცო, ეს გიჟი ყოფილა. ხო, რავი, როცა გეუბნებოდით უკრაინაზე, რატომღაც ჩემი გამართლდა. გიჟის როცა ვეუბნებოდი ოცნებას იქ რომ ბიჭო ეს დრო მოვამეთქი და შეწყვეტეთ ამის კეთება მეთქი და მოდი ხალხი ნელ-ნელა გადავიყვანოთ რელსებზე დამცინოდი ჟირინოვსკის მეძახოდეთ ხო რავი ეხლა აკეთე რავი თუ დედის გინებაში არიან იმათთან ვიზეთ ვეუბნებოდი რომ დისტანცია დავიჭიროთ ნუ რავი ჩემი გამართლდა მაგათი არ გამართლდა მაგათი აი სულ რა არ გამართლდა იცი აი რო განათლებები მიიღეს გერმანიაში, საფრანგეთში, იქა და ვითომ ხალხს რო ეგონა ბიჭო რა მაგარი ჭკვიანია თო. აი ნახე რა მაგარი რა ჭკვიანია ბიჭო. შენ თუ ამდენს ვერაფერი რომ ეს წყობა რაც არ იყო, რო ხელისუფლებაში მოხვედი, რომ ამ წყობას უკვე წყალი შეყენებული აქვს 2008 წლის მერე. ვაფშე ეგ პროცესი დაიწყო 2008 წლის მერე. ხო, ეხლა რაც ემართება ევროპას. ხო, აი შენ ჭკვიანია რა ხარ კაცო. შენ გაქვს ნასწავლი მანდერები, შენ გაქვს ნასწავლი, რა ქვია ეს რაღაცა აი რო შექმნეს საერთაშორისო რაღაცა და რომელიც დაიმსხვრა რომის სტატუები, ჟენევის კონვენციები, აი ესა გაქვს ნასწავლი, რომელიც უკვე ფიზიკურად აღარ არსებობს. გაქრა. ვეკითხები ახლა ავტო უყურე არ შეგაწყვეტდნენ და გააგზელე. აი იმ კატეგორია ხალხმა შვილები რო გაუშვეს საზღვარგარეთ. და ჩემმა შვილმა დაამთავრა კემბრიჯის საერთაშორისო რაღაცა ისე და არის ძალიან საერთაშორისო ექსპერტი. ბიჭო, რაც დაამთავრა შენმა შვილმა, რაშიც დიპლომი მიიღო, ის სფერო აღარ არსებობს, ჩამოიშალა. ეხლა ეს დიპლომი, აი რომ სადღაც წარადგინოთ.
აი სად მიგაქვთ რომ მიდიხართ ახლა ამ დიპლომით სად მიდიხართ აი სადღაც ხო უნდა მიხვიდე პარლამენტში მიდიხარ და ხო აი მინდა დეპუტატობა და ვკითხულობ დაამთავრა საერთაშორისო ანუ ამის ქვეტექსტი არის რა იცის ჟენევის კონვენციები იცის რომის სტატუტი იცის გაეროს რომელიც უკვე გაერო მალე აგე რა იქნება ახალი გაერო ხო რაღაცა ჰაგის რაღაც სიგიჟეები სტრასბურგის დებილობები ანუ რაც ის სწავლე შვილო დამთავრდა ანუ ხო იყო ადრე მარქსიზმის რაღაცა ფაკულტეტი მარქსიზმი დამთავრდა საცა იყოს ახლა ეს დიპლომი ამ ბავშვმა უბრალოდ ხუმრობით ვიტყვი ტაქსის მძღოლადაც არ გამოდგება არ გამოდგება ის რა თუნდა დამთავრდა შენი მარქსიზმი კომუნიზმი დამთავრდა შენი ეს საერთაშორისო სიგიჟეები კაცო გასაგებია ბატონო პატა და მე მაინც კიდევ იქ ავარ და ეს გადახვევა გამომივიდა არა გადახვევასთან ესეთი რაღაც ხდება ქვეყანაზე გადახვევას ჯავრობთ მე უბრალოდ იმის გამკვირვებია რომ აი მაგალითად ზაღლიც რო გააღიზიანო ისე დაგჭამს ვერ გაიგებდა ახლა ამ ხელა ირგვლივ იმ ხელა ქვეყნები ყავს და იმათ აღიზიანებ თან ყველას ის გამო ხო თან ყველას კაცო მე ჩამოვთვალე ბალისტიკური რაკეტები აგერ არის თუ არ ხმათიცის კაცო მაშინ რა უნდა გქონდეს ი ჩვენ უნდა გქონდეს გარანტი იმისი ვისგან ხო ვისგან ეგიას არ მოგცემს გარანტი ვინ მოგცემს ახლა როგორ წარმოგიდგენიათ უკრაინას ვერ მისცეს კაცო ხო რამდენი ხანი ეხვეწება დაახდებს რომ აი გამოდით ამ სიგიჟე ილუზიებიდან კაცო ამიტომ ბატონო თენგის უკიდურესად ძიმე სიტუაცია ყველა ამის გამოსწორება რომ ხელისუფლება ეცადოს რომ მოდი გამოსწორდები და დამელაპარაკეთ ეს თემა გამორიცხული თემა ამიტომ ეს ხელისუფლება წავა ყველაფერზე უკვე გეუბნებით ხალხმა მე არ გეუბნებით კიდევ ერთხელ რაღაც ანალიზს არ ვაკეთებ მე გეუბნებით მოცემულობა რაც არის დანარჩენი აგერე ვართ ჩვენ სადაც ყველა მეც იქ გასაგებია და კიდე მინდა ხაზი გაუსვა აი ზუსტად იმას ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან აი უკვე იმდენი გადაესეს იარაღები ჩინეთმა ბელორუსიამ რუსეთმა გადაასეს ესე იგი ირგვლივ ვინცა ევრაზიის მხარეს ვინცავა ყველა ეხმარება აბსოლუტურად და ჩვენ მტრობთ ხო ნუ შენ ტერი ქვეყანა ქვია რომ მის მოწინააღმდეგეს ჩვენ მოვზანდით სავსე გვაქვს აეროდრომს და დაჯექით ის მაგაზე უყურე აქ რა იკვეთება იცი უყურეთ ყველაზე თავარი რაც არის სტრატეგიულად ყველაზე მთავარი რაც არის აქ შენ ხარ იმდენად ტული ქვეყანა ჩვენ მეზობლებისთვის და რომ მეზობლებს არა და მინდა იგულისხმოთ რომ მარტო ჩვენ მეზობლებისთვის არა კიდე დიდი ფართო აიღეთ ხალხო რომ საერთოდ დაივიწყეთ აფხაზეთის და ტერიტორიების რაღაცა გაერთიანება შენ არ ახარ კაცო იმ შენ არ ახარ ის ქვეყანა რომ შენ მოკავშირე ყავდეს მაგ საკითხში თუნდაც შენი სამეზობლოდან ან შორეულ სამეზობლოდან ერთი მაინც შენ უკვე ეს ნაბიჯი ეს წითელხაზს გადახვედი ანუ უფრო რეალური ხდება ჩემი ვერსია რომ შენ აბოზასავით გაწევს ეს ორი ტერიტორია საქართველოსი და პაშინიანი ორზე არ წახვიდე მეთქი ეხლა ესაც საშიშროება რატო იცი მე არ გამოვიდე და ხალხს უთხრათ რა აი ხალხო რა გავაკეთოთ რა აი აქამდე და როგორც პაშინიანმა გააკეთა რა ხო კიდევ ერთხელ ვამბობ ხალხო 2 თუ 3 წლის თუ როდის იყო რა 16-ში იყო თუ არ ვცდები ერთ-ერთ ფეხბურთის დროს თამაშის დროს ქართველმა პატრიოტმა აწია ლოზუნგი საინგილო ეტა გრუზია მოუკიდეთ ხელი ამ ხელისუფლების დროს იყო მოუკიდეთ ხელი და გავაქანეთ და ჩავსვით ციხეში ეხლა ამ პატრიოტმა ბიჭმა რატო გააკეთა იცი ხო ამას მოყვა აზერბაიჯანში რაღაცა დავით გარეჯინი და ეს ეტა აზერბაიჯან ეს გახსენდი რომ გაიხსენოს ხალხმა ანუ როცა საინგილო დაიკარგა საქართველოსთვის მაშინ რო გეთქვა ქართველისთვის რომ აი ვინც იტყვის რომ საინგილო საქართველოა ქართველები ქართული ხელისუფლება ციხეში ჩასვავენ მეთქი ჩასვავენო
ხო ჯერ ცემით მოკლავდნენ იმას, რა სისულელეს ლაპარაკობო. დროც გავიდა და ჩავსვით. ბიო არ მოვიდეს რატომღაც ის დრო, რომ თქვენმა შვილიშვილმა რომელიც ხელისუფლებაში იქნება, გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ, ვიღაცამ რო დაწეროს, კაცო, აფხაზია eta გრუზია, ბიჭო, რავი, თქვენ თვითონ არ დაიჭიროთ მე ციხეში. კიდევ არ ისტორიული გამოცდილება გვაქვს მაგის. არაერთი. არაერთ ტერიტორიაზე მე კიდევ ერთხელ გეუბნებით. ქართულ ლიბერალს რო შეეკითხო, ანუ და ქართულ ლიბერალურ მედიაში ნებისმიერს რო შეეკითხო და უთხრა, ტაო-კლარჯეთი ვისია, ის გეტყვის თურქეთისაა. არ გავიდეს, ეს რომ კიდევ ერთხელ ვიმნო, ეს რომ გვეთქვა ჩვენ წინაპრები, ერთი რამოდენიმე, აი როცა დაიკარგა. რო ეთქვა ჩვენ წინაპრების, რომ ქართველები იტყოდნენ, რომ კი, თურქეთის ტერიტორია. ან დავით გარეჯზე, კაცო, ბიჭო, ან ხდები მაგალითი გვაქვს, ჭკუას მაინც ვერ სწორ გადავირიე, კაცი რა. ამიტომ ამის საშიშროება არის რეალური, იმიტომ რომ კისერზე აწევს ამ ხელისუფლებას ეს ორი ტერიტორია. აბოზასავით, რომელიც უკეტავს გზას უკეტავს, ხდები? აი რომ გაარღვიოს იმ გზას, ვერ არღვიოს, იმიტომ რომ ოკუპირებული, აი ესეთი ტერმინები, ის კი არა რომ თუმცა იაპონელებს ერთხელ არ გამოუყენებიათ სიტყვა იაპონელებს კურილის კუნძულებზე ოკუპანტი რუსებიო. რატო რა? შენზე ნაკლებად უყვართ ისა? კურილის კუნძულები, მაგრამ იმათმა იციან, რომ ამენით არ დაველაპარაკებით და ეხლაც არ ეძახიან დაჟე. იმიტომ იმათმა ჯერ სხვა რამე დააყენეს, ვიდრე თავის ემოცია, უფრო მაგრად დააყენეს, ვიდრე თავის ემოცია. და დაიწყეს ესეთი ლაპარაკი რა, რომ დავილაპარაკოთ და რაღაცა ერთობლივი რა, ანუ კონტაქტი არ დავკარგოთ ამ კუნძულთან. ჩვენ შემთხვევაში რა არის? ჩვენ შემთხვევაში არის ის, რომ რუსული ენა არ ვიცით, ამიტომ ჩვენ სალაპარაკობთ 13 ყველა ენა არ ვიცით აფხაზებთან ერთად. იმ აფხაზმა იცის რუსული და აფხაზური. შენ იცი ცუდი ქართული და კარგი ინგლისური, გადაჯიშებულებო. გადაჯიშებულებო. ხო და ამიტომ თქვენ იქ უკვე გენეტიკური წვეტა გაქვთ. სხვა სამყარო გახდა ის თქვენთვის უკვე. გაუცხოებული სამყარო გახდა. კაცო, ნუ ვიტყუებთ თავს. იქ სულ სხვა ცხოვრების წესით ცხოვრობენ. იქ ცხოვრობენ კავკასიური, ტრადიციული იმით და შენ ცხოვრობ აქ არა სოდომისტური, ჩათლახური იმით ცხოვრობ, კაცო. ხო, ამიტომ ვამბობ რა, რომ მე გეუბნებით ეს მოცემულობა გვაქვს. დანარჩენი მე თქვენს მაგივრად არავინ არ იფიქრებს. მე ისი რა ანალიზს რო უკეთებ ხომ არაფერს ანალიზს არ გიკეთებთ კაცო ტვინი გაგხდა და იფიქრეთ თქვენ თვითონ და დასკვნები თქვენ თვითონ გამოიტანეთ გასაგებია ვადონოპაა და რა იცი აი თქვენ სამხედრო პირი ხართ და მინდა კითხვა დაგისვათ ვერ გამოვდივარ იმ მდგომარეობიდან და მუნკალი თუ გითხარი აი ღმერთმან უქნას და აშშ-ს და იმას ამერიკას და ღმერთმა კი ეს იქნება აუცილებლად თუ იქნება აუცილებლად იქნება. ახლა რა ყოველ მიზეზს გარეშე იქნება. არასამხედრო ფიქრობ, რომ ჩვენი ბაზები ის აეროპორტი როცა გამოყენებული არის, ირანის თავისუფლად დაგაწყავენ. აი დაწყავენ. წამებში დაგაწყავენ. რომ მეორეჯერ არ გამოიყენო. წამებში დაგაწყავენ. პირველ დააწყავენ. აი პირდაპირ გეუბნები, პირდაპირ პორტები წამებში დაგაწყავენ. აუცილებლად დაგვაქვს. წამები, აუ ყოველ მიზეზს გარეშე დაგაწყავენ. მე იმიტომ ჩამოვთვალე ეს ბალისტიკური რაკეტები. კარგად დაფიქრით მეონები კაცო, მოსახლეობას ეუბნები უკვე. რა უფრო სასწორზე რა უფრო დგას უნივერსიტეტების გაერთიანება, რომელიც შეიძლება ხვალ უნივერსიტეტი ფიზიკურად აღარ იარსებობს. ისეთი რაღაცა მოხდეს მანდა. და დავიჯერო აქეთ ნასროლ რაკეტა ზუსტად იმ ქირურგიული წესით ჩავარდება აეროპორტზე. არ ვიცით. მაგი ეხლა ვიფიქრობ იმათ ირანის გენშტაბმა. მაგრამ ამას რომ პასუხი გაეცემა, აქ ორი აზრი არ არსებობს, კაცო. შენ კი რა 1200 კილომეტრია ისრაელი დაბომბეს, კაცო, გაურღვიეს ყველაფერი, კაცო. რავი, იფიქრეთ ხალხო. არის. პრიორიტეტი რა დგას? ფერი არ არის. რა ვიცი, ეგრეა. და აქ მოიმუქრებიან რა, კონგრესმენები რო ჩამოვიდნენ, მოუწოდეს ხელისუფლებას
ჩვენ შეგვაფასეს, ანუ ჩემისთანა კატეგორიის ხალხს შეფასება მისცეს, რომ მეხუთე კოლონა არისო და საქართველოს არ უნდა არსებობდესო. ანუ რას ეუბნება? ანადგურეთ ის ხალხი. ხო, ან დაიჭირეთ, ან გაყარეთ, ან რაღაც, ან დახოცეთ. ხდებით სადამდე მიდიან? ამერიკელების გადმოსახედიდან მე მესმის მაგათი. რა თქმა უნდა. ხო, არა, ახლა აქ ჩვენა ვართ ესე კაცო, ყველა მოსალოდნელი განვითარებადი სიტუაციისთვის მზათა ვართ. ყველაფრის, კაცო, ყველაფრისთვის ვართ მზად. გასაგებია კი, და არა მარტო მე. ჯერ რა უფლება აქვს სხვა სახელმწიფოში, სხვა სახელმწიფოს კონგრესმენმა უთხრას, რომ შენ ეს შენ ხალხს ასე უქენ. კაი, ავტომ ჩამოდიოდი და მანქანები საგაგოჩერებინა პარკინგის იმას ამერიკის ელჩი ვიწყიტავდა, კაცო. და გავიწყდათ? და ამას გადმოგცემდნენ, როგორ იცი, რომ დედა რა სამართლიანი ამერიკის ელჩი. აი, ხო ხედავთ, რა სამართლიანი. ანგელოს გამოყავ. ხდები როგორც თავაზობენ ამას ხალხს, ეს უთავ მოყვარო ერი, კაცო უკვე რა. ამას ატარებს ხალხი პირადში, ანუ ეროვნულ შეურაცხყოფად კი არ აღითქვავენ. რომ ამ დონეზე ხარ უკვე დაცება, ამას ესე კი არ უთქვენ. აუ რა მაგარი გადაწყვიტა, რა მაგარი კალი ყოფილა კაცო. წარმოგიდგენია? აი ესეა სიტუაცია ბატონო თენგი. გასაგებია და მაინც მინდა გკითხოთ რა. ჩამაცივდა ხა. აი ახლა სხვა რაღაცა მინდა გკითხოთ. აი ამ უნივერსიტეტის გაერთიანებებზე მინდა გკითხოთ. ერთი რაღაც მაინტერესებს, ესე იგი გპი არის სადღაც 140 წლის, ხო? ცოტა მეტი. ნუ საუკუნე ნახევრის ყואה. რა ხალხი სწავლობდა იქა? ხო, საუკუნე ნახევრის. ესე იგი საუკუნე ნახევარში ადამიანი არ დაბადებულა, ხო? ეგ აზრი მოსლოდა თავში. რა ქნა, რითი გადაფარო სიტუაცია? ხო და რაღაც სასწაული ხო უნდა თქვა. სიგიჟე. წარმოგიდგინე იმ ჩვენს აი ეროვნული განძირობა და პროფესორ აკადემიკოსები და ტიპებმა აი სპუტნიკის ისო შექმნეს რა აი მაგ უნივერსიტეტები ეკლესიის მე წმინდა ადგილია ჩემთვის. რა თქმა უნდა დაძრებია კაცო ჯობნის დაძრეს ეძახის კაცო ეკლესია მაგას. აი რა არის უკვე ისე უხეშად ეხებიან. რა ქნა? ეხებიან. არა გამორიცხული, არა დამიჯერეთ მე თუ არა გამორიცხული თუ საჭიროება მოითხოვა ეკლესიასაც შეეხებიან და მაგამდე მივლენ. ეგ ბოლო ვერსია. იტყვიან რომ მოდი სვეტიცხოველებს ხედა გავაერთის. არა, ეგრე არა. არის გავაერთიან. ეხლა უყურე და ხერა წამოვიდა მაგათვის ეხლა ხელისუფლებას არის ყველაზე კაი რა მოცემულობა აი მიზანი რა არის. ეს თემა ორი უნივერსიტეტის თემა შემოაგდეს. სტუდენტები, პროფესორა, ახალგაზრდობა, მისი მშობლები გამოვიდნენ ქუჩაში და აი ამ თემაში იტრიალონ. და აქეთ სხვა რაღაცა ხდება. აქეთ რაც ხდება, ამაზე არ იფიქროთ ხალხო. აგერ კაცო ეს რას აკეთებს? ჩვენ გავაერთიანებს. ანუ ეს გეგმა ამათი ეს არის კაცო. ხო. როგორც კი ეს თემა გადაიფარება, მაგრამ პრობლემა ხო ეს პრობლემა ამ პრობლემას ხო არ აჩერებს კაცო. მე იქნება ბოლო ვერსია იქნება ამის პერი არის კიდე რაღაცას მოიფიქრებენ მაგრამ ბოლო ვერსია წავლენო ეკლესიას დაცხებენ უკვე ხო აი მითო თქვი ხო ყველას იმიტომ რომ გუშინ გამოვიდა კიდე ერთხელ წმინდა სინოდის წევრი კიდევ ერთხელ მოუწოდა უკვე ესე ვთქვათ აბულაძის სიტყვებიც გამოიყენა უსაფრთხოების კოლგაზეს შევთანხმდეთ სანამ დრო არის ხალხო მე შეთანხმებასაც ეკარგება უკვე აზრი თუ ფანჯარა დაიკეტა უკვე რაღაც წმინდა სინოდის წევრებმა უკვე დაიწყეს ლაპარაკი უღრმესი მადლობა პრინციპში ჩამეპარებოდა მე დედა ეკლესიის ღმერთმა დაიმფაროთ მაგი შევეპაროთ მაგათში მაგრამ კიდევ ერთხელ ეუბნებით საზოგადოებას გონზე მოდით ჩვენი გადაცემებს რო ჭრიან ბატონო თენგის და იქ ეს ლიბერასტი რო არის ფორმულაზე რო ის მიყავს გადაცემა ეს სომავიწვა მაგ ცოტა დაუნკაცი რო არა მე YouTube-ზე წერს ხოლმე გადაცემები და ჩვენი გადაცემა განიხილეს რა რა გვარია ეს უკვე ტალიაშვილია თუ ხო ცოტა მაგას ეთყობა ცოტა პრობლემები აქვს თვალებში შეხედეთ და პირდაპირ მიხვდებით თუ ცოტა ფსიქიკურად ცოტა მე არ ვუშაოწყოს ავაყენებ დედის აფლოსპიცო თუ ამას ამოვიდე ამით ამ ნიმით არა უბრალოდ მართლა ესეა გასაგებია და რა მაინტერესებს იცი ჩვენ გადაცემებს კი არ უნდა იმაში ანალიზი კი არ უნდა უკეთებდნენ ხო მაგრამ აი ისეთ მომენტა ნახე
ადრე თუ რაღაცა სიგიჟეს ამბობდა, ეხლა ის არის ესეთი ცოტა ესეთი პრობლემა რო აქვს, ისაც კი ამბობს უკვე, ცუდად კი აღარ ამბობს. რატო იცი, ყველას შევუვამფრო, ყველას შეეხება, კაცო. აი ამ ოთახში ვინც ავზივართ, განსხვავებული აზრებით, შეხედულებებით და ჭერი რო ინგრევა, ყველა ვინც ავზივართ, ყველა ჩავიქცევ, ამ ჭერის დაბლა მოუყვებით, კაცო. ისაც კი მიხვდა მეთქი და თქვა რომ აი ეს ბოლოს როგორ ამთავრებს, იცი, ბატონო პაატაო. მეც ვერაფერი ვეღარ გავიგეო. კარგია, უკვე და ხალხს ვერ მოვატყურებ ბატონო თენგოს. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, იმიტომ რომ ხალხმა ზუსტად ჩვენ გადაცემიდან ის ამოჭრა, აი ბიძინა იმოშვილზე რო ვამბობ. რომ ვამბობ ხალხს ვერ მოვატყურებ. კიდევ ვიმეორებ, ბატონო ბიძინა გადახედეთ სიტუაციას, რაც მე მოვყევი, რასაც მე ვამბობ. თქვენ ორჯერ შემოხვედით პოლიტიკაში თუ სამჯერ და შემოხვედით რაღაცა ჭღ მიზეზის გამო, რაღაცა სიგიჟის გამო შემოხვედით, აი არ ვიცი იმას სულად შემოსულიყავით იჯობდა. ეხლა რო სიჩუმეს ინარჩუნებთ ჩვენ მეზობლებში, ძირითად მეზობლებთან ძალიან დიდი ეჭვია, კიდევ ერთხელ გეუბნები და პრინციპში დარწმუნებულები არიან, აი ახლა ვეუბნები კამერის წინ, პრინციპში დარწმუნებულები არიან ორი დიდი მეზობელი, რომ თქვენ სიტუაციას ვეღარ აკონტროლებთ. ჩემი აზრი არა, თუმცა რაღაცა ლოგიკა მაგათ რომ ისინი დარწმუნებული არიან, მე ვხედავ. ამიტომ კარგად დაფიქრდით, რას აკეთებთ ბატონო ბიძინა. ან გამოდით კიდევ ერთხელ გეუბნები, არავის ამ ქვეყანას და ამ ეს ჯვარი არავის აქვს დაწერილი. თქვენზე დიდი კი არა, როგორ შეგადარებთ, კაცო, ჩვენ წმინდა მეფეებს ყოლი ამ ქვეყანას ყოლია და რა ვიცი, შვილებიც კი გაუწირიათ. და დედოფლები ყავდა წმინდანები, კაცო. ამიტომ არ თლათ ესე ნუ არ მინდა ესე უხეშეთავ თქვა რა, როგორ მინდა თქვა, იცი? წონა და სიმძიმეც იცოდეთ თქვენი ისტორიასთან. მე ამის თქმა მინდა. რა ვიცი, დანარჩენი თქვენ გააკეთეთ რაც გინდათ. კიდევ ერთხელ ვეუბნები, მე აი საზოგადოებას, რომ იყო იქ რაღაცა უკვე წამოვიდა სიგნალები, რა ყველა ჩემი სანა კატეგორიის ხალხია ლაპარაკი, ყველა მოსალოდნელი. ვითარებისთვის, პირადად ჩემზე იქნება თუ კიდე ვიღაცებზე, ყველაფერთვის ვართ მზად. და არა მარტო ჩვენ ვართ მზად. უკვე ეს კარგად დაიმახსოვრეთ. დანარჩენი თქვენი ნება რაც გინდათ გააკეთეთ. როგორც გინდათ ისე გააკეთეთ. ყველაფერს არა აი რაც გინდათ მოკლედ რა. დანარჩენი ყველა თქვენი აზრი გაკეთეთ. იმის მაგივრად რომ პირიქით თუ გადახედავთ მაგდა რომელ ორგანიზაციაშია ეს დამალული კი არ არის კაცო და მაისში ჯერ კიდევ ერთხელ მომფრო ჩემს შვილს დააჯილდოებენ კავალერ ზამუჟესტვა როგორ არის ქართულად ნუ მიხვდება ხალხი ის გმირო მამაცოვისთვის ხო ზამუჟესტვა რა ხო ესე დააჯილდოებენ ახლა 23 თებერვლისთვის ხო და რა თქმა უნდა, მე მაისში მექნება დიდი კონფერენციაზე და იქ როგორც უთხარი საზოგადოებას ბელარუსის პრეზიდენტთანაც მექნება ესეთი მე რომ თავდება მე იქ შამპანიურები და ესე დგავარ ალაფუში. ხო, რაღაც ეგეთი და იქ იქნება რუსეთის პრეზიდენტიც და ბელარუსის პრეზიდენტიც და კიდე და ეს იქნება რაღაცა ამ კლუბის რაღაც. ანუ მოკლედ ყველაფერს ნახავს საზოგადოება. იმის მაგივრად ეს რესურსი გამოიყენონ, აი ხლარზე მეშლება ნერვები, ცი? იმის მაგივრად ეს რესურსები გამოიყენონ ტელეფონებს ბლოკავენ თო. ანუ მოდიან კონფლიქტზე ტიპები რა. კი ბატონო. ღმერთის ჯული მე არაფერი აგერავა. გასაგებია ბატონო ბატა უღრმესი მადლობა დღევანდელი დღისათვის. ჩვენ კი დავამთავრებთ. და მინდა ბატონო თენგის არ გაწყვეტინებთ. მე სტუმრები მყავს 4 შაბათ მეყოლება კიდე სტუმარი. არ ვიტყვი ჯერ რატომ ინტრიგა შევინახავ. და აქ ბატონ დემოლისთან რომ მქონდა საუბარი, იქ შენი კომენტარებში შენიშნა მომცეს რომ პაატაო რატო არ ხო არასწორს ამბობს რაღაცა საკითხზეო და რატო არ ეკამათებიო. უხსნის საზოგადოებას. მე სტუმარი არ მომყავს აქ, მე გავსვადები ყველა ლიბერალური წამყვანებისგან.
ის რო იციან სიტყვა ჩაგეკითხე. ჩაგეკითხე, რატო იცი, რო ხედავს რომ მისი სასარგებლო პასუხს არ ასწევენ, უნდა რომ აზრი გააწყვეტინოს და მოიფიქრეს, ახლა სიტყვა ჩაგეკითხე. ეს თუთა ლიბერალური ჩათლახური სიტყვა. არავის არ ჩავეკითხები. საზოგადოებას თვითონ კარგად იცის, მე რო კითხვას დაუსვავ ტელეფონზე და ის დამიწყებს ლაპარაკს აჩქებზე, თქვენ რა ვერ ხედავთ, შეგნებულად ან ვირეშმაკობს და გადის კითხვი და მე არ მიუთითებ. თვითონაც კარგად იცის რომ კითხვას, ამიტომ თქვენც ისწავლეთ საზოგადოება ფიქრი და გამოტანა დასკვნის. სწორი იქ იყო იქ რაღაცეები კომენტარები და ამიტომ ჩემგან ნუელოდ მე არა ვარ დაინტერესებული ვიღაცის დაკნინებაში ვიღაცის აი კიდე თუ არა გამოვიჭირო ახლა რაღაცა არაფერს კაცო თავი გაბიათ ფიქრი იცით აგერა სტუმარი უსწვალ იმ კითხვებს რომელიც არც ტელევიზიაში არ ისმევა და თავის აზრს aatsiლა კითხვას პასუხი კითხვაზე პასუხი aatsiლა ესაც მისი პოზიცია არ ვეკამათები გასაგებია ბატონო პატა და მეც მაშინ დავამატებდი ესეთ რაღაცას რომ ხვალ სპეციალურ გამოშვებაში გვეყოლება სპეციალური სტუმარი უბრალოდ მასპინძელი სტუმარი არა ამ ტელევიზიის გენერალური დირექტორი კახა ხურციძე მე კი გემშვიდობებით ჩემი ტრადიციული სიტყვებით შევიყვაროთ ერთმანეთს და ყველაფერი კარგად იქნება კარგად გზამდებოდეთ ყველაფერი კარგად იქნება